რესტორნის ერთთვიანი საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნის სხვადასხვა სფეროში კრიზისული სიტუაციები შეიმჩნევა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა სარესტორნო ბიზნესში. საახალწლო პერიოდის მოახლოების მიუხედავად სარესტორნო სექტორში უხმაურო და დეპრესიული სიტუაცია სუფევს. რესტორნები უმსხვილეს მატერიალურ დანაკარგებს განიცდიან, რადგან გაუქმებულია წინასწარი ჯავშნები და განსაკუთრებული მზადება ახალი წლის აღსანიშნავად. ყველაზე მნიშვნელოვანი სარესტორნო ბიზნესისთვის დეკემბრის და იანვრის თვე, რომელიც რეალურად კორპორატულ საღამოებზე, სხვადასხვა ღონისძიებებზე არის, ეს ყველაფერი არის ამ შემთხვევაში დაკენსელებული, ან გადადებული, ან გაუქმებული. და შესაბამისად ეს პრობლემა არა მხოლოდ მფლობელების მიმართ არის, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ექმნება დასაქმებულ ადამიანებს. სარესტორნო ბიზნესის მსგავსი კრიზისული მდგომარეობა ამ სფეროში მოღვაწე პირებს პანდემიის პერიოდს მოაგონებს, როცა სექტორს გადარჩენისთვის უწევდა ბრძოლა. ახლა კი კლიენტთა პოტენციური ნაკადის შემცირება და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური დაღმასვლა კვლავ მძიმე ტვირთად აწვება დარგს. განსაკუთრებით გაჩერდა დღეს ყველაფერი. როგორც ყველგან, ისე სარესტორნო ბიზნესში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს განსაკუთრებულად შეეწყო. ჩავთვალეთ, რომ ჩვეულებრივი პანდემიურ რეჟიმში გვიწევს ყოფნა. ყველა ღონისძიება გაუქმდა, აღარაფერი აღარ იჯავშნება და ის დეკემბერი, რომელიც როგორც უნდა ყოფილიყო ჩვეულ რეჟიმში, როგორც გასულ წლებში ქონდა, ბუნებრივი აღარ არის. ეკონომისტი ბორის ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ გავასავალი მოლაპარაკებებისა და კომპრომისების გზით შეიძლება მოიძებნოს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული კრიზისი მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგისა და შეთანხმებების მეშვეობით შეიძლება გადაილახოს. ჭიჭინაძის განცხადებით, კრიზისების დროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევაა, რაც მოითხოვს არა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების, არამედ პოლიტიკური და სოციალური დისბალანსის გადაჭრასაც. არსებული პოლიტიკური სიტუაცია თავისთავად აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სწორედ ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ამ გუშინ წინ მოხდა პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის გარკვეული წრეების შეხვედრა მოხდა. ანუ ბიზნესი მაინც წეხან გარკვეული დარგები ახსენეთ, თქვენ მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან, ამიტომ ისინი უყურებენ არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და იმედია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი გადაინაცვლებს დიალოგის რეჟიმში, საპარლამენტო თქვა დარბაზებში, სამთავრობო დარბაზებში, ასე რომ თქვა და იქ წავა კამათი ახლის მოსაკითხებთან დაკავშირებით. რადგანაც თუ პოლიტიკური მდგომარეობა გართულდა, ეს თავისთავად აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. ჩვენ წეხანაც აღვნიშნეთ და ადრეც ხშირად ვამბობდი, რომ ეს ეკონომიკა ეს ისეთი მეცნიერებაა, რომ ყველა ქვეყანამ და განსაკუთრებით საქართველოს ამ კუთხით გააჩნია მნიშვნელოვანი აქტივი, ასე რომ ვთქვათ, კაპიტალი, ისეთი მდებარეობა გაგვაჩნია, რომელსაც ჩვენ გეოსტრატეგიულ მდებარეობას ვარქვევთ, რომ უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის საერთო კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ურთიერთობა უნდა ქონდეს ჩრდილოეთთანაც, აღმოსავლეთთან, სამხრეთთან და დასავლეთთან. და ეს მდგომარეობა ეკონომიკური უნდა გავაუმჯობესოთ. ვერ გავაუმჯობესებთ თუ პოლიტიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათ შორის პროცესებში ჩართული ასევე ჩვენი მეცნიერება და ეროვნული აკადემია, რომელთა როლი განუსაზღვრელი, ასე რომ ვთქვათ, რომ დასტაბილურდეს პროცესები და პარლამენტში გადაინაცვლოს ყველანაირმა კამათმა, ასე რომ ვთქვათ. ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური მდგომარეობა სწორედ ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, როგორ გაუმჯობესდება თქვა ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი რამდენი იქნება. ბოლო მონაცემებით საქართველოში ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი ეს მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საერთო ეკონომიკურ მდგომარეობას. ერთსულ მოსახლეზე შეადგენს დაახლოებით $8,300. ეს ციფრი ეხლა მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო ევროპულ მონაცემს. საშუალო ევროპულია დაახლოებით $12,000-დან $15,000-მდე. ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რომ მივუახლოვდეთ საშუალო ევროპულ მონაცემს. და ეს მონაცემს ვერ მივუახლოვდეთ თუ პოლიტიკური მდგომარეობა არ დავასტაბილურეთ, ოპოზიცია, მთავრობამ არ იკამათა საპარლამენტო აუდიტორიებში, ასე რომ ვთქვათ. აქვე შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე კვლავ გრძელდება. როდის შედგება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და მომიტინგეებს შორის ამ დროისთვის ცნობილი არაა. შესაბამისად უცნობია კრიზისული პერიოდის დასასრულიც. სტუმრად ვართ ჩვენ ბენეფიციარებთან უფასო სასადილოში, იცით რომ მუშაობს პროგრამა ჩვენთან თბილისადილი. და მოკლედ ბენეფიციარებს მოუტანეთ საახალწლო შობა ახალი წლის აღსანიშნავად ტკბილეული სხვადასხვა ნუგბარი, სხვადასხვა ნობათი და თითოეულ მათგანს ექნება საშუალება რომ ოჯახებში წაიღონ და ახალი წლის
ასე ვთქვათ, ტკბილეული მიიტანონ ოჯახებში. ულოცავ თვითეულ მათგანს, ულოცავ ყველაზე სტაფონელს, შობა ახალი წლის შემობრძანებას და ვისურვებ, რომ შეიძლება მეტი ბედნიერი ოჯახი მოვიდეს შობა ახალ წელს. აღნიშნული ტიპის საჩუქრები მიიღეს ამავდროულად ორგანიზაცია ორიონის ცხოვრების მეგზური ბენეფიციარებმა და ამავდროულად მიიღეს კატარზისის წარმომადგენლებმაც ბენეფიციარებმა. ჩვენ გვქონდა ამავდროულად გვერდით დგომის პროგრამა ბავშვთა განყოფილებიდანაც და გარკვეული საჩუქრები დღეს მივეცით ოჯახებს, ვინც ბავშვთა განყოფილების პროგრამაში ხვდებოდნენ და ასე რომ გვქონდა მცდელობა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ბედნიერი ოჯახი ყოფილიყო და იყოს საახალწლო. შობა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 115-მა ბენეფიციარმა ისარგებლა სასაჩუქრე პაკეტით. ეს არიან ბენეფიციარები, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ უფასო სადილით მუნიციპალიტეტის პროგრამის ფარგლებში. ჩვენ შევდივართ და სასაჩუქრე პაკეტს გადავცემთ ორგანიზაცია ორიონს 86 ბავშვს გადავცემთ პაკეტს, ასევე ცხოვრების მეგზურია ზრუნველობა მოკლებული ბავშვების დახმარებას უწევთ ამ შემთხვევაში და გადავცემთ 28 პაკეტს. კატარზისმა მიიღო უკვე ვიყავით კატარზისში 120-მა ბენეფიციარმა ორგანიზაცია კატარზისში გადავეცით 128 ბენეფიციარს. ყველას ულოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, ბედნიერებას, სიხარულს და ყველაფერს კარგს უსურვებ. ზესტაფონის სამხატვრო გალერეის საგამოფენო დარბაზში მოსწავლეთა ნახატების პირველი სემესტრის შემაჯამებელი გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ნახატების უმეტესობა როგორც გალერეაში გვეუბნებიან საახალწლო განწყობას ასახავს, თუმცა მრავალფეროვან თემატიკაში დამთვალიერებელი არაერთ საინტერესო ნახატს აღმოაჩენს. მოსწავლეთა ნამუშევრების ნახვა მსურველებს რამდენიმე დღის განმავლობაში შეეძლებათ. მე რაც ხატვას დავდივარ არის 1 წელი და ძალიან მომწონს აქაურობა. მე დავხატე ღამის ბუდა, არის იქით ოთახში გაკრული. მიყვარს წიწილების დახატვა და ეგენი მაქვს ხშირად დახატული. ძალიან მომეწონა დღევანდელი დღე, უკვე 2 წელია დავდივარ აქ და არის ძალიან დადებითი აურა და ძალიან მომწონს აქაურობა. და მე გადმოვეცი ჩემი ფიქრები მასში, თუ როგორ წარმომიდგენია საახალწლოდ, ასე ვთქვათ, ეს ნამუშევარი. 2 წელია უკვე დავდივარ აქ და ძალიან მიხარია აქ ყოფნა, მიყვარს აქაურობა. რა მოიტანა რამდენი ნახატი და რა თემატიკაზეა შექმნილი? საახალწლო თემატიკასთვის არის შექმნილი და 3 ნახატი მაქვს მოტანილი. ეს არის მიმდინარე გამოფენა, რომელიც ყოველ წელს მზადდება ახალი წლის წინა პერიოდში, დეკემბრის თვეში ყოველ წელიწად ვაკეთებთ საახალწლო გამოფენას, რომელიც ძირითადად შესრულებული არის საახალწლო თემატიკაზე. არის გრაფიკული ნამუშევარი, არის ფერწერული ნამუშევრები და აქ აშკარად იგრძნობა ბავშვების წინსვლა. თითოეულ ბავშვთან ხდება ინდივიდუალური მუშაობა და ძალიან საინტერესო არის მათთვის ეს სასწავლო პროცესი და ეს მათი შემაჯამებელი გამოფენაა ძირითადად. განწყობა არის ძალიან ამაღლებული და სადღესასწაულო, როგორც საახალწლო, ასევე იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს გამოფენა არის მათთვის მათი შესაძლებლობების და შემოქმედებითი უნარის წარმოჩენის საშუალება. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი არის და ძალიან კარგი ტრადიცია არის ზესტაფონში ამ მხრივ, რომ ეს გამოფენა ეწყობა ყოველ წელიწადს. თერჯოლაში ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. ღირებულება 930.000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში შენობას უტარდება სრული რეაბილიტაცია, შეიცვალა სახურავი, შეკეთდა გარე ფასადი, შემოიღობა შენობის ეზო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები.
სამუსიკო სკოლაში 4 სხვადასხვა განყოფილებაზე 173 მოსწავლე სწავლობს. თერჯოლაში მყოფმა სახელმწიფო რწმუნებულმა სკოლამდელი განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ზესტაფონში მიმდინარე 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაც დაათვალიერა. ახალ საბავშვო ბაღებში მოიწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახების შიდა და გარე სივრცეები. ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით ვიმყოფებოდით თერჯოლას ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, სადაც მოვინახულეთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ თერჯოლაში სრული რეაბილიტაცია უტარდება სამუსიკო სკოლას, გათვლილია 175 ბავშვზე, ამჟამად მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, ეწყობა ცენტრალური გათბობა და სველი წერტილები, ასევე ვიყავით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სადაც მიმდინარეობს 4 სრულიად ახალი ბაღის მშენებლობა, რომელიც გათვლილია თანამედროვე სტანდარტებზე. აღნიშნული სკოლა აშენებულია 1970 წელს. აშენების დღიდან ამ სკოლას არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია, იყო ამორტიზირებული და რეგიონალური განვითარების ფონდიდან გარდამავალ პროექტს ვახორციელებთ, რომელიც იქნება დასრულებული 2025 წლის პირველ ნახევარში.